ეს მაყურებელს ნამდვილად დღეს ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა აზერბაიჯანთან დაკავშირებით, თუმცა სიმართლე გითხრათ გარკვეული მოლოდინები ამის არსებობდა, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეებში ირანზე თავდასხმის დაწყების პერიოდში, რომ ირანმა დაიწყო საპასუხო, ასე ვთქვათ, ცეცხლის გახსნა მის მეზობელ ქვეყნებში. თუმცა აზერბაიჯანთან მიმართებით ხო ეს ნაკლებად სავარაუდო იყო, მაგრამ სამწუხაროდ მაინც მოხდა. რა თქმა უნდა, ეს წარმოადგენს გამოწვევას არა მხოლოდ აზერბაიჯანისთვის, არამედ რეგიონის კონტექსტში და აქ საინტერესო იქნება თუ რა პასუხს გასცემს აზერბაიჯანული პოლიტიკური ესტაბლიშმენტი ამ ფაქტს. შესაბამისად უნდა დაველოდოთ მოვლენებს და არსებობს ალბათობა, რომ სწორედ აზერბაიჯანისგან იქნება რაღაც კონკრეტული პასუხი. ისევ და ისევ მე არ გამოვირჩევ დიპლომატიის ჩართვას ირანის მხრიდან გარკვეული განცხადებები იყო გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ იყო მათი მხრიდან გაკეთებული, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ჯობია დაველოდოთ მოვლენებს, იმიტომ რომ იმის შანსი რომ რაღაც პასუხი გამოძიება დაიწყო აზერბაიჯანმა, ირანი თავს იკლავს ყოველ შემთხვევაში, თქო საგარეო უწყების პირველი მეორე პირების დონეზე, რომ ეს მათი მხრიდან არ გაკეთებულა. ხო, ქალბატონიან აქ უნდა ერთი საკითხი გავმიჯნოთ, ზოგადად როდესაც მიმდინარეობს ასეთი კინეტიკური ტიპის საბრძოლო მოქმედებები, ამას თან ახლავს პარალელურად საინფორმაციო ომის ელემენტები. შესაბამისად, ამ გარემოში ძალიან რთულია სიმართლის და ტყუილის გარჩევა, იმიტომ რომ ხდება მასობრივი ინფორმაციის აღრევა და შესაბამისად საჭირო არის ამის ძალიან სკრუპულოზული გაფილტრა. ჩვენ მაგალითად პირველ დღესაც ვნახეთ, რომ ირანის ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ მათ მიაყენეს ამერიკულ ავიამზის დარტყმა და ის ჩაძირვის პირას იყო, თუმცა რეალურად ეს ტყუილი იყო. შესაბამისად, ეხაც ირანის მხრიდან გაკეთებული განცხადება ჩვენ არ ვიცით სიმართლეს შესაბამებით თუ არა და ვფიქრობ, რომ შესაბამისი სამსახურები აზერბაიჯანი შეძლებენ ამის დადგენას და თუ საბოლოოდ ადასტურდება ის, რომ რეალურად ეს იყო ირანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმა, ამას ალბათ ადეკვატური ნაბიჯებიც მოყვება აზერბაიჯანის მხრიდან, იმიტომ რომ აზერბაიჯანი არის სახელმწიფო, რომელსაც აქვს გარკვეული რეგიონული ლიდერის ამბიციები და შესაბამისად ასეთ ფაქტებს ისინი უპასუხოდ არ დატოვებენ. კი ბატონო, რაც შეეხება ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის სხვადასხვა ქვეყნების სხვადასხვაგვარ პოზიციას, როგორ შეიძლება დაჯგუფდეს გამოხმაურებები წამყვანი ევროპული ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქვეყნებისა ამ ოპერაციის თაობაზე? იცით რა არის ჩვენ ბოლო დღეებში ვნახეთ განსხვავებული განცხადებები იგივე ბრიტანეთის მხრიდან, გერმანიის, საფრანგეთის ესპანეთის მხრიდან, რომლებიც ზოგი ემხრობოდა ამ ნაბიჯებს, ზოგი თავს იკავებდა, ზოგი ეწინააღმდეგებოდა, ძალიან ასე ვთქვათ კომპლექსური განცხადებების მომსწრეები გახდით, თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. რეალურად ირანის საკითხმა შეიძლება მიიღოს გლობალური მასშტაბი და რეალური საფრთხე შეუქმნას არა მხოლოდ რეგიონს, არამედ ეს საფრთხე გავიდეს გლობალური ხასიათი მიიღოს, რაც გამოიხატება თუნდაც ტერორისტულ აქტებში ევროპის მასშტაბით და ეს ნამდვილად ძალიან დიდი საფრთხე იქნება უშუალოდ ევროპული უსაფრთხოებისთვის. აქედან გამომდინარე, ევროპულმა ქვეყნებამ უნდა გაითავისონ, რომ ეს არ არის რაღაც რეგიონული საკითხი, ეს არის გლობალური საკითხი და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ბევრი ამას მიხვდება და ალბათ რეაგირებაც იქნება. ეხაც რამდენიმე დაახლოებით 1 საათის წინ იყო იტალიის მხრიდან განცხადება, რომ ისინი აპირებენ გარკვეული სამხედრო გემების გაშვებას ხმელთაშუა ზღვისკენ, რომ უზრუნველყოთ თავდაცვითი ხაზი და ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა უფრო მოხდება ევროპის კონსოლიდაცია ამ საკითხის ირგვლივ და უფრო მკვეთრ ნაბიჯებს დავინახავთ უახლოეს კვირეებში. კი ბატონო, მთავარი კითხვა არის თუ არა ერთ-ერთი, აქვს თუ არა ამ ომს გავრცელების გეოგრაფიულად რეგიონულ ომად ქცევის ასე ვთქვათ პერსპექტივა, შეიძლება სიტყვა ყველაზე საშიშროება ასე ვიტყვი. იცით რა არის თუ ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ პირველ ფაზაზე, რა იყო პირველი ფაზის ამ თავდასხმის დაწყების პირველი ფაზის მიზანი? ეს იყო ირანის სამხედრო შესაძლებლობების, კონკრეტულად უფრო თავდაცვის
სისტემაში შემავალი ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების, ასევე ბალისტიკური და სხვა ტიპის რაკეტების გამშვები ბატარეების განადგურება, რომ პირველ რიგში მოხდარიყო ყველაზე დიდი საფრთხის შემცვლელი და ძალის ასე თქვა შესაძლებლობების განადგურება ირანის მხრიდან და დასუსტება მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის. შესაბამისად, გარკვეულწილად ეს პროცესი გაგრძელდება ალბათ უკვე უახლოეს დღეებში, როდესაც პირველი ფაზა დასრულდება და ამერიკა და ისრაელი მიაღწევენ თავის სტრატეგიულ სარტყელს უფრო ტაქტიკურ მიზანს, ხო, ალბათ მეორე ფაზის დროს მოხდება ამის გაშლა და სამიზნე უფრო გაფართოვდება. შესაბამისად, დასუსტებული სამხედრო შესაძლებლობებით ბევრი კითხვა იბადება, რამდენად შეძლებს ირანი რომ აწარმოოს, ასე ვთქვათ, რეგიონული ომი, თუმცა საფრთხე მაინც რჩება იმ კუთხით, რომ საჰაერო დრონები, რაკეტები კვლავ გააჩნია ირანს და შესაძლოა ნებისმიერი მისი მოსაზრე ქვეყანა ამის სამიზნე გახდეს, რაც უკვე ვნახეთ ჩვენ იგივე კატარში, იგივე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და ასე შემდეგ, ასევე ვნახეთ, რომ თურქეთის მიმართულებითაც იყო გასული რაკეტები. აქედან გამომდინარე, ფართო მასშტაბიან ომამდე ჯერ ამ ეტაპზე არ მგონია რომ იყოს საუბარი, თუმცა გარკვეული საფრთხეები შეიძლება გაიზარდოს. სანამ მოხდება სრული ასე ვთქვათ დეესკალაცია ამ სიტუაციაში. თუმცა მთავარი კითხვა მაინც ის ვარაუდი დროშიც არის საინტერესო, იმიტომ რომ სექტემბერი ითქვა პოლიტიკოს ერთ-ერთი სტატიით, რომელიც ამ თემაზე იყო. სამწუხაროდ ისტორია ჩვენ გვაჩვენებს, რომ ყველა ომი, ყველა სამხედრო დაპირისპირება ყოველთვის არ მიმდინარეობს იმ დროის ჭრილში, რაც დაგეგმილია ხოლმე. აი უახლესი მაგალითი რომ მოვიყვანოთ რუსეთის თავდასხმის უკრაინაზე, მან ჩვენ ნახეთ, რომ რუსეთი ვარაუდობდა, რომ ერთ კვირაში დაასრულებდა მაგომს, მაგრამ უკვე ამდენი წელი გრძელდება. ისტორიულადაც სხვა ომებს რო გადავხედოთ, ხო ანუ ეს ეგრეთ წოდებული ტაიმლაინის განსაზღვრა ძალიან რთულია ხოლმე. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც რაიმე სახის დროის ფაქტორზე საუბარი ძალიან რთული იქნება. ნუ იმაზე შეიძლება საუბარი რომ თქვა, როდის უახლოს მომავალში შესაძლოა ფაქტობრივად თლიანად ნეიტრალიზებული იქნას, ნუ დიდი პროცენტული მაჩვენებლით ირანის თქვა თავდასხმითი და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, თუმცა სხვა მიმართულებით ამაზე საუბარი ძალიან რთულია. ასევე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემდეგი სამიზნე ალბათ მიწისქვეშა ბუნკერები იქნება ირანში, რომლებიც მრავლად არის და მან ინახება როგორც ბალისტიკური რაკეტები, ასევე სამხედრო ტექნიკის ნაწილი და ესეც ასე ვთქვათ მეორე ფაზის არეალში მოექცევა. ამიტომ აი კონკრეტულად დროზე საუბარი, როდის და შეიძლება დასრულდეს ომი და რა შედეგებით ამაზე ძალიან რთულია საუბარი, თუმცა აი რაღაც კონკრეტულ ტაქტიკურ ფაზებზე შეგვიძლია ამ შემთხვევაში საუბარი რა. კი ბატონო, რეჟიმის შეცვლა როგორც ბონუსი, როგორც ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა დღეს რადიო თავისუფლებას მისცა ინტერვიუ, თუ როგორც მთავარი მიზანი ამ ოპერაციის, როგორ გამოიყურება ეს? დიახ, ნუ არაერთხელ უკვე ითქვა ამის შესახებ, რომ რა თქმა უნდა ეს რეჟიმის ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებით ისრაელისთვის, ამერიკისთვისაც, თუმცა ჩვენ პირველ რიგში უნდა მოვახდინოთ იდენტიფიცირება თუ რა მიზნები აქვთ რეალურად ირანთან მიმართებით, როგორც ისრაელს, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს. ისრაელისთვის ირანი არის ეგზისტენციალური საფრთხე, რომელზეც დამოკიდებულია მისი მომავალი. ჩვენ ხედავთ, რომ ნომერ პირველი ისტორიული მტერი გახდა ირანი ისრაელისთვის და შესაბამისად მათი დაპირისპირება, ასე ვთქვათ, ისრაელის ისრაელის სახელმწიფოს მომავლის არსებობასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, სანამ ეს რეჟიმი იარსებებს, ამ რეჟიმის ხელში იქნება ირანი, მანამ ისრაელი ყოველთვის დიდი საფრთხის წინაშე იქნება. შესაბამისად, ისრაელისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ისეთი რეჟიმი შეიცვალოს და ისეთი ხელისუფლება მოვიდეს ირანში, რომელთაც ექნებათ მათ კარგი ურთიერთობები და აი ამ 47 წლიანი დაპირისპირების საბოლოო ესკალაცია მოხდება. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ირანი წარმოადგენს დიდ საფრთხეს ამერიკის მოკავშირე სახელმწიფოებისთვის, რომლებიც როგორც ყურეში, ასევე მთლიანად რეგიონში. შესაბამისად, ერთი მხრივ მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის, რომ მოხდეს ირანის საფრთხის განეიტრალება, მისი
პარტნიორების დასაცავად მეორე მხრივ ამერიკის ინტერესებშია რომ მოხდეს გარკვეული კონტროლი ირანის ნავთობზე და საბოლოოდ ირანმა შეძლოს რეინტეგრაცია საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაზე და այս ირანული ნავთობის შესვლა უკვე ბაზარზე გამოიწვევს მნიშვნელოვან ასე ვთქვათ ბენეფიტებს, ასე ინგლისური ტერმინი რო ვიხმაროთ, დასავლეთისთვის და უფრო კონტროლირებადი გახდება ნავთობის ფასი, რაც გამორიცხავს ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის რუსეთის ნავთობით ვაჭრობას და მის გამოყენებას პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად და აქ თავარია კიდევ ერთი ფაქტორი, ეს არის ჰეზბოლას, ჰამასის და ჰუსიტების განეიტრალება, ესეც ამერიკის ინტერესებში არის, იმიტომ რომ ეს ჯგუფები ახდენენ რეალურად ისინი არიან რეალურად დიდი საფრთხე რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და აი ზუსტად ამ ინტერესების გათვალისწინებით თუ ორივე სახელმწიფოს ინტერესებშია რეჟიმის ამჟამინდელი რეჟიმის შესვლა, თუმცა როგორ შეიცვლება და რა ფორმებით შეიცვლება, ამაზე სხვადასხვა ასე ვთქვათ ტიპის სცენარი შეიძლება განვითარდეს. კი ბატონო, მადლობა. მადლობა ნიკოლოზ ხატიაშვილს, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.